გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ მერკურიზე და თუ როგორი ინტერპრეტაცია აქვს მერკურის პირად რუკაში. და განვიხილავთ თითოეულ ნიშნავს, რა თქმა უნდა. შეგახსენებთ საკუთარ თავს ლეილა. გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს და ლაიქოთ და კომენტაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მერკური პირად რუკაში აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ მერკურიზეა საუბარი და მცირე ინფორმაცია იქნება, ასევე ასპექტირება არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელ სახლშია და რომელ ნიშანშია. ეს ყველაფერი მერკურის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ელფერს აძლევს. ეხლა ზოგადად მერკური რას განაგებს პირად რუკაში. პირველ რიგში მერკური პასუხისმგებელია კომუნიკაციის უნარზე. თუ როგორ შეუძლია ადამიანს კომუნიკაცია, შეუძლია თუ არა საერთოდ და ასე შემდეგ. შემდეგ იგი განათლებაზე მიუთითებს, მეხსიერებაზე, განათლებაზე, მიდრეკილებაზე სწავლის მიმართ, ეს ყველაფერი მერკურის ახასიათებს, ანუ მერკური მართავს მას. ასევე მერკური განაგებს ტრანსპორტებს, შესაბამისად ესეც პირად რუკაში ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად ყველა პლანეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა პლანეტის განლაგება. ასევე იგი მიუთითებს როგორც ნათესავებზე, მეზობლებზე, მაგრამ რაც ყველაზე ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ დაძმებზე და ანუ დაძმური ურთიერთობა ვისთანაც გვაქვს ამ ადამიანებზე. და შესაბამისად მათი განლაგება სხვადასხვა ნიშნებში სხვადასხვანაირად ახასიათებს ადამიანს. მაგალითად, რომელიღაცა ნიშანში, როცა არის ადამიანი, ხვდებით როგორი მეტყველების უნარი აქვს, ან როგორ ესმის გაგებული, სხვა საუბრობს და როგორ ესმის მისი გაგებული, მოდი ასე ვთქვათ. ასევე მერკური პასუხისმგებელია როგორც ანუ ფლირტაობის უნარზე, მოდი ასე ვთქვათ, და გააჩნია რა ნიშანშია. ასევე მერკური კიდევ ვამბობ, რომ განათლებაზე მიუთითებს და ძირითადად, რა თქმა უნდა, ეს როგორც შეიძლება გრძელვადიანი იყოს, ისე მოკლებადიანი ნიშანს გააჩნია. თუმცა განათლებაზე მხოლოდ მერკური არ მიუთითებს. თუმცა ეს ერთ-ერთია. და მოკლედ ეხლა თქვენის ნებართვით გადავალ უშუალოდ კონკრეტულ ნიშნებზე, თუ როგორ ავლენს თავს მერკური. მერკური კირჩხიბში. მერკური კირჩხიბში არიან ადამიანები, რომლებიც სიტყვებითაც კი, როცა საუბრობენ, არიან ძალიან მზრუნველები. მაქსიმალურად არჩევენ სიტყვებს, რომ ანუ ეს სიტყვა თქვენ რაღაცა არ გავნოთ, არ გეწყინოთ და ასე შემდეგ. მერკური კირჩხიბში არიან ადამიანები ძალიან შემოქმედი სხვათა შორის და რაღაცა აქ უფრო სიღრმისეულად აინტერესებთ ხოლმე რაღაცა მაგალითად კონკრეტულად შეიძლება რაღაცა კითხვა დასვან და მე ეძიებიან ამას და ასე შემდეგ. ტრანსპორტის კუთხით მერკური კირჩხიბს ზოგადად აქვს ხოლმე რა ის რაღაცა კომფორტული და ოჯახზე მორგებული ტრანსპორტები ყავთ ხოლმე, ნუ ასპექტირებას რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ძირითადად ესეა ხოლმე რა. ანუ რაღაცა ის კი არა როგორ გამოიყურება, არამედ ის რომ კომფორტული იყოს ყველასთვის. მერკური კირჩხიბში არიან ადამიანები, რომლებიც დაძმებთან ურთიერთობაში ძალიან თბილები არიან რეალურად და ამ მხრივ შეუძლიათ ამ ემოციების გამოხატვა. და მათ კომფორტზე ზრუნვა, ანუ დაძმების კომფორტზე ზრუნვა. მერკური კირჩხიბში არიან ადამიანები, ერთის მხრივ ძალიან უბრალოდ, ანუ მარტივი, შეიძლება ძალიან რთული რაღაცა, იმდანად მარტივად აგიხსნათ, რომ აი ყველამ გაიგოს აბსოლუტურად, ეს ძალიან კარგი თვისება აქვთ მაგათ და ასევე თუმცა აი ეს კარგი უნარია სხვათა შორის, რომ რაღაცა ის რთული ინფორმაცია მიიღო და ისე გადახარშო და ისე მიეწოდო ადამიანებს, რომ ბევრისთვის გასაგები იყოს. მოკლედ, ეხლა დროს არ მინდა გადავაჭარბო და უნდა გადავიდეს შემდეგ ნიშანზე. სხვა დროს კიდევ უფრო სიღრმისეულად, რა თქმა უნდა, შეიძლება რომ გავაგრძელოთ.